ახლა კი ჩვენს ეთერში სტუმრის დრო არის ის გახოთ ბატონი ვატო სურგულაძე, ლელოს საქართველოსთვის პოლიტსაბჭოს წევრი. მოგესალმებით ბატონო ვატო, ძალიან დიდი მადლობა რომ დღეს გამონახეთ დრო და ჩვენს ეთერში ხართ. გამარჯობა. ბატონო ვატო, დღეს არის 9 მაისი, 80 წელი შესრულდა, როგორც ყველას მოგვეხსენება, ფაშიზმის დამარცხებიდან. თქვენი დამოკიდებულება არის განსაკუთრებით საინტერესო, იმიტომ რომ პირადი ბმაც გაქვთ ზოგადად ამ ტიპის საკითხების მიმართ, გამოცდილებაც და მაინტერესებს თქვენი შეფასება, როგორც ამ ჭრილში, ასევე პოლიტიკოსის ჭრილშიც, როგორ ვაფასებთ, როგორ უნდა შეფასდეს დღეს 9 მაისი მთელი იმ კონტექსტების გათვალისწინებით და იმ რაღაც აზროვნებითი გადალაგებების გათვალისწინებით, რაც დღეს ჩვენ საზოგადოებაში ხდება სხვადასხვა საკითხის მიმართ. რა თქმა უნდა, შეფასება იქიდან დაწყებული რომ ჩემის მამა ვახტანგ ჯანადირი დაიღუპა ქერჩში და წიგნია მიძღვნილი მის გმირობას, როგორ გადაარჩინა და თავის ბევრი მებრძოლი და თვითონ დაიღუპა. ამიტომაც მე ამ დღეს ყოველთვის დავდიოდი გამარჯვების ანუ ვაკის პარკს რო ეძახიან და ყოველთვის გვირგვინი მიმქონდა და დღესაც მივალ როგორც დედაჩემის მამა და ბაბუაჩემის ვისი სახელიც მე მქვია ვახტანგი. დიახ. მაგრამ ეხლა რაც ხდება რუსეთში ეს არის ფაშისტები ზეიმობენ ფაშისტების დამარცხებას. აი ესე შემიძლია შევაფასო ის რაც ხდება დღევანდელ დღეს აი ამ ფაშისტურ ქვეყანაში. დიახაც რუსეთი არის ტიპიური ფაშისტური ქვეყანა, აგრესორი, რომელმაც ჩვენ რა გვიქნა და რას გვიკეთებს, ალბათ ყოველდღიურად გძნობთ და ვიცით რაც ხდება. სამწუხაროდ იცით რაც მკივაგული რომ ზოგიერთ ახსოვს 5 წლის წინ ბასიანის ბრძოლა, ეს ყველაფერი ძალიან კარგია, რო გვახსოვს, მაგრამ არ გვახსოვს 15 წლის წინ როგორ იბომბებოდა ჩვენი ქალაქები და რა ხდებოდა საქართველოში და ვინ აკეთებდა ამას. კი ბატონო, გასაგებია, თუმცაღა 9 მაისი არის ასევე ევროპის დღე. დღეს თქვენ მონაწილეობას იღებთ მარშში, როგორც ვიცით, იქნებ ამის შესახებაც გითხრათ. აუცილებლად, რა თქმა უნდა, მივიღებ მონაწილეობას და ევროპის დღეა. დიახ, ევროპის დღე, ეს არის ჩვენი დღე. რა არის ევროპა? ზოგჯერ ევროპა არის უსაფრთხოება. ევროპა არის კეთილდღეობა, ევროპა არის ღირსეული სიბერე, ევროპა არის ყველაზე მაღალი დონის განათლება, ევროპა არის კარგი ჯანდაცვა და მედიცინა. რომ ადამიანები არ მირბოდნენ უცხოეთში, ყველანების პრაქტიკულად ვისაც შეუძლია, არ შეუძლია სასყიდის, სესხს იღებს და მიდის უცხოეთში სამკურნალოდ. იმიტომ კი არა რომ ჩვენი ექიმები არ ვარ, არა, ძალიან მაგარი სამედიცინო პერსონალი ვარ, მაგრამ ის ჯანდაცვის სისტემა, ის ანაზღაურების სისტემა, ის მიდგომა, რა თქმა უნდა, იწვევს იმას, რომ ძალიან ბევრი ადამიანი, ექიმი, ექთანი გადის უცხოეთში სამუშაოდ და ადამიანები თორსა რაღაცა პრობლემა გარბიან იგივე ევროპაში რომ მიიღონ შესაბამისი სამედიცინო დახმარება. ევროპა არის ეს ყველაფერი, უსაფრთხოება, კეთილდღეობა და საკუთარი ქვეყნის სიყვარული და პატრიოტიზმიც ამასთანავე, ხო? რა თქმა უნდა, აი ძალიან კარგად აღნიშნეთ ეხლა თამდა რომ ზუსტად მაგია, დიახაც პატრიოტიზმი. და პატრიოტიზმი ადამიანიდან იწყება და არათა ზოგად ფრაზებით. გასაგებია. ბატონო ვატო, ბევრ დროს აღარ წაგართმევთ, მაგრამ აუცილებლად მინდა გკითხოთ, ოქტომბრამდე დარჩა არც თუ ისე დიდი დრო. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს გულისხმობ, რომელთან დაკავშირებითაც ძალიან არის გაყოფილი აზრი ზოგადად პოლიტიკურ სპექტრში. გუშინ შალვა პაპუაშვილმა გააკეთა ასეთი განცხადება მოგეხსენებათ, რომ ლელო ემზადება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის და მიიღებს მონაწილეობას, ასეთი ვარაუდი გამოთქვა მან. როგორ შეაფასებთ ამ განცხადებას, ასევე თქვენი პარტიის გეგმებზეც რო გითხრათ ამ კონტექსტში? შალვა პაპუაშვილის კომენტარს არ ვაპირებ, იმიტომ რომ ესეთი დიახ, ვიტყვი, ეს მოღალატე ადამიანი. ესეთი იძახიან, ძალიან მაგრა დაამთავრა უნივერსიტეტი, წითელი დიპლომი აიღო. ვიზრაფგი უნდა შეიძლება წითელი დიპლომი. ადამიანი მოღალატე, ადამიანი მონა. ამიტომ არ ვაკეთებს ყველანაირ შტერ ადამიანის კომენტარებს, რაღაც სიტყვებზე მე კომენტარს არ გავაკეთებ.
რაც ეხება ჯერჯერობით არავითარი ჩვენ ვუყურებთ სიტუაციას. დიახად ვუყურებთ სიტუაციას, იმიტომ ამ პირობებში, როდესაც ესეთი სიტუაციაა, როდესაც ისევ კალანდარიშვილი არის CSKA-ს თავმჯდომარე, როდესაც ყოველდღიურად ღებულობენ ისეთ რეგულაციებს, რომელიც პრაქტიკულად შეუძლებელს ხდის სამართლიან არჩევნებს. შეუძლებელს ხდის. ამიტომაც ჯერჯერობით ჩვენ აი ამ სიტუაციაში, რა თქმა უნდა, რთული არავის გაკეთება და ჯერჯერობით არ ვემზადებით მერწმუნეთ, არავითარი მზადება არ არის გამოცხადებული და პაპუაშვილის ინფორმაცია ამ შემთხვევაში ყვილია დიახაც არ მოვერიდები ამით ყვილია თავის თავს მიხედონ და ქვეყანას მიხედონ თუ შეიძლება თუმცა კიდევ არალეგიტიმურმა მთავრობამ როგორ შეიძლება და არალეგიტიმურმა პარლამენტმა როგორ შეიძლება რამეს საერთოდ მიხედოს მაგრამ აქვე გკითხავთ როგორ ელოდებით ზოგადად ვითარების სიტუაციის განვითარებას და აი რა პროგნოზები გაქვთ ან რა მოლოდინები გაქვთ მთელი ამ ყველაფრის გათვალისწინებით რაც ხდება დღეს ჩვენთან სამწუხაროდ ჩვენს რეალობაში პროგნოზების გაკეთება ძალიან ძნელია შეიძლება ითქვას შეუძლებელია და ის ადამიანი ვინც იტყვის აი მე ვიცი როგორ მოხდება აი ესე იქნება იმან არაფერი არ იცის მერწმუნე ძალიან რთული მდგომარეობაა ჩემს არც ისე ადარასაკისა ვარ და ბევრი რამე 98 წლიდან მდგავარ რუსაველის მოედანზე პროტესტით და სამწუხაროდ ცუდ ერდეგეს მოთხოვნით საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით ავარდა ესეთი რთული პერიოდი ჩემ ცხოვრებაში რაც მე ვიცი საქართველოს არ ქონია ნამდვილად არ ქონია მხედრიონიც გავიარეთ ომიც გავიარეთ უსინათლობას მაგრამ აი ესეთი დამოკიდებულება ქვეყნის მიმართ და ისევ რუსეთში მithრევა წათრევა ქვეყნის მე ნამდვილად არ მახსოვს და რეალურად მიგვერეკებიან რუსეთის იმპერიაში რაც ჩვენ არ გვინდა რა თქმა უნდა ყველა ნორმალურად მოაზროვნე ადამიანს ნამდვილ ქართულ პატრიოტს ეს არ უნდა რომ ისევ რუსეთის ნაწილი გავხდეთ გუბერნია და შეიძლება საერთოდ რაიონიც კი რა მოლოდელი მაქვს მე გეტყვით რომ იგივე შეერთებულ შტატებში მიღებული მეგობრობის აქტი ალბათ ვიც წაიკითხა და რეალურად ვიღაც მონახულს არ საუბრობს არის ძალიან სერიოზული დოკუმენტი რომელიც უბრალოდ მიუთითებს რომ საქართველოში ირღვევა ადამიანის უფლებები საქართველო მიდის იმპერიისაკენ საქართველო აღარ არის პრაქტიკულად დემოკრატიული ქვეყანა და ამას დახმარება ჭირდება შეერთებული შტატები არის ერთ-ერთი კი არა ყველაზე ძლიერი ქვეყანა და მის ას მთელი ცივილიზებული სამყარო ითვალისწინებს და ამას მოყვება კიდე სხვა სანქციები ამას მოყვება კიდე უფრო დიდი ზეწოლა აი ამ ვითომ და მთავრობაზე მაგრამ ჩვენ აი აქ ჩვენი პროტესტი უნდა გამოვხატოთ ის ევროპა და შეერთებული შტატები ცივილიზებული სამყარო დაგვეხმარება ხოლო იმ შემთხვევაში თუ ჩვენ ვაჩვენებთ რომ ჩვენ არ გვინდა რუსეთი ჩვენ გვინდა ევროპა ჩვენ გვინდა ევროპული ცივილიზაციის და თანამედროვე ცივილიზაციის ნაწილი ვიყოთ აი ეს არის ზუსტად ამოცანა და მე ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ ის რაც ახლა ხდება ქვეყანაში ძალიან მალე დამთავრდება დაინიშნება რეალური არჩევნები საპარლამენტო არჩევნები ოღონდ არა კალანდარიშვილის ხელმძღვანელობით კალანდარიშვილი რა თქმა უნდა ერთ-ერთი პაიკია და ვინ ეკითხება მაგას რამეს არა რუსული მთავრობის ხელმძღვანელობით არამედ რეალური არჩევნები და ამ არჩევნებში გამოჩნდება რა უნდა ქართულ ხალხს ბატონო ძალიან დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის, კითხვებზე პასუხისთვის, წარმატებებს გისურვებთ და მაყურებელს შევახსენებ, რომ ჩვენ საუბრობდით ვატო სურგულაძესთან ერთად, ის გახლავთ ლელო საქართველოსთვის პოლიტსაბჭოს წევრი.